გამარჯობათ. ეს ისევ მე ვარ ტოგის ადმინისტრატორი და მოგოთილში მინდა გასწავლოთ როგორ შექმნათ ესეთი სურათი. საიტის შეიძლება ბანერითაც გამოვიყენოთ, მაგრამ ესეთი სურათი არის საჩვეულებრივი, რომელშიც არის ჩვენი საიტის სურათი ჩასმული. პირველ რიგში გადავუღებ ჩვენ საიტს სურათს. მას ახლა გავაკეთებ პატარა პროგრამით, რომელსაც Fashion Capture ქვია. ეს პროგრამა ვიღებს სურათებს, სადაც თქვენ მივთითებთ. ეს გადავუღოთ. ეს სურათი გადაიღო, ახლა მაშინ ვინახავთ. ეს აღარ გვჭირდება საქმეში, ერთობა Photoshop-ი. ჩავთავთ Photoshop-ს, ასე ჩავუდგებთ სურათს. შემდეგ გავხსნით ახალ ფურცელს სასურველი ზომებით და ამ სურათს გადავიდანთ იმ ფურცელზე. ეს გამზადებული მქონდა. გასაკვირველი ახლა ზომებსაც დავრედაქტირებ თუ სად უნდა იყოს ეს. ეს მე საიტს გაისვეთ ვერ გადავუღებ, ამიტომ კარგად არ ჩასყოლაფენ, მაგრამ არა უშავს ეს კურცარი. გოსესი. ესე იგი, ახლა აქ ქვედა ლაიერში უჩვენთ რაიმე ფერი, ანდაც სტილი. Ended still შევარჩევ. Ქვამას UPC-ის დავუდავლებ. განასრულებით გამოჩნდეს ისე. დავუყენებ სადაც 32 ესე. ახლა ამ სურათს კარგად როდესაც დავაკვირდებით, დავინახავთ რომ ზემოდან არის ესეთი ამბული რგოლის მაგვარი. როგორ გავაკეთოთ ესა? შეიქ. ესე. შემდეგ აი აქ მივთითებთ Eclipse tool და გავაკეთებთ რგოლს. Golds and it's like much this layer. Now it's object styles. Total opacity message. That's what I'm starting. Yes. Wedi პრინციპ შეამაში არც არაფერი არ არის გასაკეთებელი. შეგვიძლია დავწეროთ ტექსტი. ეს შეიძლება მოგონება მიცის როგორ ხდება ფაილი. Save as and save for webing tabs. სახელი ფორმატი save. აქ ეს ავიყვანოთ კოლომბიანი ხარის კოლომბი ავიყვანოთ და მივცემთ OK-ს. შევამოწმებთ. ჩვენი შედეგი რა გამოვიდა. ამით ეს ვიდეო კურსი დავასრულე. თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდება, ჩამოწერეთ საიტზე tutorial-ში, დაწერეთ კომენტარებში. And that's mini chat. Მადლობა სიხდით ყურადღებისათვის. ნახვამდის.